სად არის ამელკა? ვეღარ ვითმენ. ამდენი ხანი სადაა? მაკდონალდსი ხომ აქვეა? რიგია ხოლმე. ყველას ახალი პროდუქტის ყიდვა უნდა. როდის მოვა ამელკა? სახლში ვარ. იყიდე? კი, სწრაფად მაჩვენე. ვაუ! კარგი, ესეც ასე. გრიმას შეიკი, TikTok-ის ლეგენდარული სასმელი. ვიდეოში ის სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. დარწმუნებული ხარ, რომ სწორი სასმელი მოიტანე? რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვა ჭიქაა, თორემ სასმელი იგივეა. კარგი მაშინ. ერთი სული მაქვს, პირველი მე ვარ. მოიცა. არ გეშინია მისი დალევი? რისი უნდა გვეშინოდეს? ეს ხომ უბრალოდ milkshake-ია. TikTok-ს არ უყურებ? ამ შეიკით ხალხი ჭკუიდან იშლება. არა, მართალი. და ზოგიერთი მათგანიდან გრიმას შეიკიც კი გამოდის. კარგი რა. გრიმას შეიკი არ არსებობს. ეს უბრალოდ მოცვის სმუზია. ხო, მაგრამ TikTok-ის ვიდეოში? ო, სანაცილო ვიდეოებია. პატარა ბავშვები ვით, რატომ იქცევით? ხო, კარგი, მაშინ მევცდი. მეც. მოიცადეთ. მოდი TikTok-იც გადავიღოთ. მოდით, აქ დამელოდეთ, ტელეფონს ავიღებ. გამარჯობა ყველას. მე ამელკა კარამელკა ვარ. დღეს ჩვენ გრიმას შეიკს დავაგემოვნებთ. გრიმას შეიკზე ამბობენ, რომ საშიშია და ხალხს ჭკუიდან შლის. ჩვენ ამის არ გვჟერა და დაგიმტკიცებთ, რომ ეს უბრალოდ milkshake-ია. კარგი, ყველა მზადაა? კი. ძალიან ტკბილია. არ მომწონს. milkshake-ია, არაფერი განსაკუთრებული, თამაზრზენია, ძალიან ბევრი შაქარი აქვს. ხო, როგორც ჩანს, რძე არ აქვს. ხომ ხედავთ, არაფერი საშინელი არ მომხდარა. ეს უბრალოდ შეიკია. ხო, მართალი იყავი, უბრალოდ შეიკია. რა მოხდა? აქ რატომ წევარ? და თავი მტკივა. ოპს. ეს ყველაფერი გრიმას შეიკის გამოა. ამ ნაგავს აღარ დავლევ. კარგი, მოიცა, რაღაც ჯიგზე ვერ არის. ეს ნამდვილი შეიკი არ არის. ეს ყალბი შეიკია. ახლა გასაგებია, რატომ აქვს ასეთი უსიამოვნო გემო. სახლში ძალიან ბნელა, შუქი უნდა ავანთო. როგორც ჩანს, შუქი არ არის, უცნაურია. საშინელება, თრიანად ამ შეიკით ვარ მოთხრილი. ჩემი ტელეფონი, იმედია გრიმას შეიკმა არ გააფუჭა. მუშაობს, მე ხომ ვიდეო გადავიღე, იქნებ ეგ დამეხმაროს იმის გაგებაში თუ რა მოხდა? კარგი. ახლა ვნახავთ. გრიმას შეიკი. გრიმას შეიკი მჭირდებოდა. დამიბრუნე, ჩემია. დააბრუნე, ჩემია. დააბრუნე, გრიმას შეიკი. მეტი გრიმას შეიკი. დამიბრუნე, ჩემია. დააბრუნე, ეს ჩემია. 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 მეტი გრიმას შეიკი. ეს ხომ მართას ჩუსტია. მართა. აქ არავინაა. ვინმე დამეხმარეთ. არის აქ ვინმე? ამელკა, შენ ხარ? კარი გააღე. კარგი. არ დამესხვები თავს? ეგ რატომ უნდა გავაკეთო? იცი, გრიმას შეიკი ხალხს ჭკუიდან შლის. მე სრულიად კარგად ვარ. მართა გეუბნები. კარგი, კარს გავაღებ. მადლობა ამელკა, აქ ძალიან საშიშია. მართა, მან რას აკეთებდი? არ ვიცი. მხოლოდ თქვენთან ერთად გრიმას შეიკის დალევა მახსოვს. ეს სასმელი პრობლემის გარდა არაფერია. სხვები ხომ არ გინახავს? მაგრამ გავიგე რომ ვიღაცამ კარებთან გაიარა. ლეომ თუ ჯინი? არა, ვიღაც სხვამ. დიდმა და უცნაურმა. იქნებ მამა ჩემი იყო? არა, ის რაღაც გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. მოგეჩვენა, გრიმას შეიკმა გამოიწვია. შეიძლება მართალი ხარ. დანარჩენები უნდა ვიპოვოთ. ჩუსტები ვიპოვე. ჩაიცვი. ლეო, ეს ჩვენ ვართ. ლეო, გაჩერდი. სად მიდიხარ? რა სჭირს? წავიდეთ და ვნახოთ.
ჰეი, ლეო, რა გჭირს? არ მომიახლოვდეთ. რა მოხდა? რატომ იმალები? ჩემი დანახვა არ შეგიძლიათ. რატომ? რა მოხდა? პირდებით რომ არ დამცინებთ? არ დავცინებთ, მართლა. მაგარი ვარცხნილობაა. შენ ახლა ყველაზე მოდური ბიჭი ხარ უბანში. ბოდიში, არ გვინდოდა შენი წვენიშნება. ეს გრიმას შეიკის გამოა? ალბათ ალერგიული რეაქციაა. როგორ წავიდი ახლა სკოლაში? ყველა დამცინებს. არი ნერვიულო, დაგეხმარებით ამ მარცხილობის მოშორებაში. კი, მე საღებავის მოსაშორებელი მაქვს. მე თმის შეჭრაში დაგეხმარები. მართლა? კი, მაგრამ ჯერ ჯინი უნდა ვიპოვოთ. ტელეფონები გამოიყენეთ. ჯინის ყოველთვის აქვს თავისთვის გეოლოკაცია ჩართული. საიდან იცი? უთვალთვალებდი? კარგი, ისე უბრალოდ შემთხვევით შევნიშნე. არა, კარგი, გოგოებზე თვალთვალი. ლეო მართალია, ჯინი ახლა მისაღებ ოთახშია. იმედია კარგადაა, წავიდეთ. ჯინი, სად ხარ? ვერ ვხედავ მას. ხო, მისი ტელეფონი სადღაც აქ არის. აი აქ. ჰეი, ჯინი, გაიღვიძე. ჯინი. დედა, კიდევ 5 წუთით. ჯინი, მიდი, ადექი. რა მოხდა? იატაკზე რატომ მძინავს? გრიმას შეიკმა ჭკუიდან შეგშალა. როგორც ყველა ჩვენგანი. მილკშეიკმა? ეს როგორ არის შესაძლებელი? ეს მილკშეიკი არ იყო. ნახე, შეხედე. თითით შეგიძლია წაშალო. კარგი. ვა, ესე იგი მოგვატყუეს და რაღაც ნაგავი მოგცეს. არ არის გასაკვირი, რომ ასე უცნაურად ვიქცეოდით. ეს ყველაფერი მართალი არის. მაშინვე ვიეჭვე, რომ მამჭიკას რაღაც სჭირდა. ზუსტად, TikTok-ში გრიმას შეიკი სხვანაირად გამოიყურებოდა. კარგი ვარცხნილობაა, ლეო. არა, სასაცილო, ეს ალერგიაა. უნდა დავიბანოთ და ეს საზისრობა უნდა მოვიშოროთ და სახლი უნდა დავალაგოთ. შუქიც უნდა გავაკეთოთ. ხო, ნამდვილად გავაფუჭეთ ყველაფერი. და ხომ დამპირდით, რომ თვის გამოსწორებაში დამეხმარებოდით. კი, დაგეხმარებით. რამდენიმე წუთი მოიცადე. ო, ასე ბევრად უკეთესია. დაკავებულია. ხომ თქვი უკვე, დაკავებულია. მოიცადე რამდენიმე წუთი. ალო, სად ხარ? მართას ყველაფერი მზად აქვს. ახლა ლეოს თმას შევჭრი. საღებავის მოსაშორებელი გვჭირდება. კარგი, ახლავე მანდ ვიქნები. ხომ თქვი დაკავებულია მეთქი. ამელკა, ვისალაპარაკები? ჯინის, კარზე აკაკუნებს. ჯინის? რანაირად? ის ჩვენთან ერთადაა. ხო, დაგიჯერეთ. სერიოზულად, თავად ნახე. კარგი. თუ ყველანი მანდხათ, მაშინ ახლა კარს მიყვა ვინ არის? ღმერთო ჩემო, ვინ არის? მეგობრებო, აქ ვიღაცაა. შეუძლებელია, სახლში მარტოები ვართ. წადი, თორე მიცოდე, მწარად მიიღებ. ამელკა, ჩვენ ვართ, არავინაა აქ. გააღე კარები. კარგი. დაინახეთ ვინ იყო? არა, რომ მოვედით არავინ იყო. ჩვენ გაპრენკვას ვცდილობ? არა. ვიღაც კარზე აკაკუნებდა. მართლა ვამბობ, ალბათ გრიმას შეიკისგან გვაქვს ჰალუცინაციები. ზუსტად, საშინელებაა ეს სასმელი. ხო, შეიძლება მართლები ხართ. საკმარისია, დავიღალე თავზე ამ ჩვრით სიარულით. კარგი, ახლოთ მას შეგიჭრით. ამელკა, თმის მოვლის საშუალებები გააქვს? კი, ერთი წამი. წავიდეთ. თმის შეჭრისთვის მზად ხარ? კი. ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებ ამ თმას. პირველ რიგში თმებზე შეგაშხურებ, საღებავი რომ მოგშორდეს. არ მუშაობს, ისევ იასამნისფერია. დაელოდე, დრო სჭირდება. კიდევ დაველოდო? კარგი. სანამ საღებავი მოშორდება, თმის შეჭრას დავიწყებ. როგორ მოგწონს? ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი ძველი ვარცხნილობა იყო.
და ფერიც იგივეა. ჩემი აზრით იასამნისფერი ბევრად ჭოდდა. კი, მეც მომეწონა. შეგიძლიათ თმა, თქვენ შეიღებოთ, მე არ მინდა. ამელკა, რას ფიქრობ? ამელკა, გესმის ჩვენი? რა? კი, მეც მომწონს იასამნისფერი თმა. თითქოს ჩვენთან არ ხარ. რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა. იმ არსებაზე ფიქრობს, მის კარზე რომ აკაკუნებდა. საიდან მიხვდი? მე შენ კარგად გიცნობ. ნუ ღელავ, ამელკა უბრალოდ მოგეჩვენა. კარგი. ახლა ელექტროენერგია უნდა შევაკეთოთ და შუქი აღვადგინოთ. ელექტრიკოს დაურეკავ, ყველაფერს სწრაფად მოაგვარებს. კარგი, მე და ამელკა დავალაგებთ. ხო, თელ სახლში გრიმა შეიკია. ჯინი, შეხედე. რა იყო? ეს რაღაცა მთელ სახლშია. და მილკშეიკს სულაც არ გავს. მერე რა? არ ვიცი, მონსტრის ლორწოს გავს. კარგი. იქ კარზე ეს რაღაცა აკაკუნებდა? ამელკა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. ელექტრიკოსი მოვიდა. მე გავუღებ. ჰეი, არის აქ ვინმე? ამელკა, რა ხდება? იქ ელექტრიკოსი? შემოუშვი სახლში. არა, იქ მონსტრია. მოიცა. რა მონსტრი? უზარმაზარი. საშიში, თმიანი და იასამნისფერი. გრიმა შეიკისავით? დიახ, ხო, დავიჯერე. გაიწიე, მე გავაღებ. არა, არ გააღო, ჯინი. არანაირი მონსტრი აქ არ არის. რაღაცებს ნუ იგონებ. ალბათ წავიდა. აი, დაეწიე სანამ არ წასულა. მონსტრს. ელექტრიკოს, თორემ ყველანი შუქის გარეშე ვიქნებით აქ. კარგი, ამელკა, შენ გაუნკლავდები. კარგი, ბოდიშ გიხდით რომ შეგაშინეთ, ბატონო ელექტრიკოსო, მონსტრი მეგონა იყავით. არა, ეს ხომ ჩვენი ელექტრიკოსია. როგორც ჩანს, მანაც დალია გრიმას შეიკი. ხებსაც უნდა უთხრათ. მეგობრებო. კარგი, კიცებულებისთვის უკან უნდა დავბრუნდე. აბა, გოგოებო, მზად ხართ? კი. 3 თვლაზე. 1, 2, 3. გრიმას შეიკი. მოიცა, ვიპოვე. ელექტრიკოსი, შუქს როდის შეგვიკეთებს? არასდროს. რატო? კოშმარია. ეს რა არის? ჩვენი ელექტრიკოსი. რა დაემართა? ძალიან ბევრი გრიმას შეიკი დალია. ესე იგი ჩვენ გამიმართლა. ალბათ მას ეს სასმელი ძალიან უყვარდა. გამოდის რომ შუქის გარეშე დავჩებით? გაიგონეთ? რა იყო? მე არაფერი გამიგია. მოიცა, როგორც ჩანს პირველ სართულზე ვიღაც არის. ამელკა, ისევ ჰალუცინაციები გაქვს. არა, მეც გავიგე. რაღაც ჩვენს ქვეშ დადის. შანსი არ არის. სახლში ჩვენს გარდა არავინაა. წავიდეთ და ვნახოთ. არა, მეშინია. თუ იქ ვინმეა, ჩვენ ბევრნი ვართ, ის კი მხოლოდ ერთია. ზუსტად, ლეო მართალია. ჩვენ ბევრნი ვართ და ის მარტოა. წავიდეთ. როგორც ჩანს, აქ რაღაცა სამზადებდნენ. სუნს გრძნობთ? გრიმა შეიკის სუნს გავს. ეს რა ჯანდაბაა?
კარგი. მოიცა. რძის, ნაყინისა და მოცვისგან ამზადება შეიკი? ეს ყალბია. ჩვენ მასეთივე შეიკი დავლიე. მოიცა. ვიღაცამ ყველა გრიმას შეიკი ყალბით შეცვალა. კარგი. მაგრამ ვინ მოამზადა ეს სასმელები ჩვენ სახლში? მონსტრმა. მე დავინახე. ამელკა, არანაირი მონსტრი აქ არ არის. გრიმას რაც შეეხება, გრიმასი მხოლოდ ხალბარია და თუ არა, იქნებ ის არსებობს? ლეო, ამ მონსტრის შესახებ რა იცი? ბევრი არაფერი. მხოლოდ ის, რომ გრიმასი ხალხს milkshake-ს ართმევს. რატო? წარმოდგენა არ მაქვს. ანუ ამბობ, რომ ხალხს კოქტეილებს ართმევს, ესე იგი? იდეა მაქვს. რა მოიფიქრე? ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან ჩვეულებრივ გრიმას შეიქს მოვამზადეთ. კარგი, თუ მონსტრი არსებობს, ის ჩვენთან მოვა. ხო, და გავიგებთ ნამდვილია თუ არა. ის ნამდვილად რეალურია. მალე გაიგებთ. ნაყინი, რძე და კენკრა. ამელკა, გონი მეტი რძე გვჭირდება. ამელკა, მეტი კენკრა გვჭირდება. ამელკა, ახლა არა, ლეო. ამელკა, კიდევ ცოტა ნაყინი. ამელკა. ხომ გითხარი? ახლა არა. ახლა უნდა აურიოთ ყველაფერი. მოიცა, რატომ არ მუშაობს? ამელკა, რა გინდა? სახლში შუქი არ არის. ამიტომაც არ მუშაობს. ლეო, მაშინვე რატომ არ მითხარი? ცადე, მაგრამ ჩემი მოსმენა არ გინდოდა. ჩვენ ბატარეაზე მომუშავე მიქსერიც გვაქვს. მაგრამ მე ხომ ძალიან პატარაა. 100 წელი დასჭირდება მომზადებას. ერთი შეიკისთვის საკმარისი იქნება. გრიმას შეიკი 100%-ით ნამდვილი. სათხუ არა მზადაა, ჩვენი სტუმრის დალოდება გადაგვრჩა. ჰეი, რასაკეთებ? გასინჯვა მინდა. ეს შენთვის არ არის. მხოლოდ ერთი ყლუპი მინდა. ხომ გითხარი, არ შეეხოთქო. კარგი, არ შევეხები. უკვე 30 წუთი აქვს ვარ. კიდევ ცოტა ხანიც უნდა გავჩერდეთ. საფიცარესოში მინდა. მოითმინე. მალე გამოჩნდება მონსტრი. საიდან იცი? მე ვგრძნობ. ჩუმად, მოდის. სად? თავი არ გამოყოთ. რა დიდი და ფუმფულაა. საშიშად არ გამოიყურება. ხო, იქნებ კატასავით საყვარელი და ნაზია? მე ჩავეხუტებოდი. ლეო, დაინახ. ლეო, სად არის? ვა, ნამდვილი გრიმასი. ეს TikTok-ზე ნამდვილად გავარდება. როგორც ჩანს პრობლემები მაქვს. უკან მიმოხ ჩემი სიტყვები. ის საყვარელი კი არა, ნამდვილად საშიშია. საშინელებაა. მისი კბილები დაინახეთ? სულელია, ლეო. ახლა მისი გადაშენა მოგვიწევს. საერთოდ რაზე ფიქრობდა? რას და TikTok-ზე პოპულარულობა მოუნდა და მიიღო კიდეც. უნდა დავეწიოთ მას, სანამ გვიანი არ არის. არ მინდა ამის დალევა, გრიმას შეიქზე ალერგია მაქვს. კარგი, დავლევ. ფუ, რა ამაზრზენია.
ეს გრიმას შეიკი არ არის, ეს ყალბია. ლეო, ტყვეობაში ყავს ამ მონსტრს. გრიმასი ჰქვია მას. ლეო, უნდა გამოვიყვანოთ. რაიმე იდეა ხომ არ გააქვს? ეს ურჩხული, მას 1 მეტრითაც კი არ მოშორდება. ყურადღების გადატანა არ გამოვა. კარგი, მოიცა. იქნებ როგორმე შევინიღბოთ? ზუსტად, გრიმას ყველაფერი იასამნისფერი უყვარს. ჩვენს იასამნისფერები უნდა გავხდეთ. წავედით. არ შემიძლია გრიმასის დალევა. არა! მე მზად ვარ. გამიმართა პარიკით. ფრთხილად. ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება? რა თქმა უნდა. მე არა. როგორ გამოვიყურებით? სვუფების მსგავსად, უბრალოდ იასამნისფერები. სამაგიეროდ გრიმასი ახლა ვერაფერს გვიზამს. ალბათ, ამის შემოწმების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს. გრიმას შეიკი. ღმერთო ჩემო, მან ლეოს ტვინი გამოურეცხა. უნდა გადავარჩინოთ, სანამ გვიანი არ არის. იმედია ჩვენი შერიხვა გაამართლებს. გამარჯობა გრიმას. დიახ, ჩვენ თქვენი თანაშემწეები ვართ და იმისთვის მოვედით, რომ გრიმას შეიკი მომამზადოთ. ხო, ზუსტად. რას ამბობს? არ ვიცი, ერთი სიტყვას კი არ მესმის. მას სურს რომ სასმელი მოუმზადოთ. არ ვიცი, ეგ როგორ უნდა მომამზადო? არც მე. სასმელს მომამზადებ და მონსტრის ყურადღებას გადავიტან. თქვენ კი ლეო გაათავისუფლეთ. კარგი. მაშასე, რძით დავიწყოთ. ხო, გასაგებია. ჯობს ავიღო. სარეცხი ფხნილი. შემდეგი ინგრედიენტი კენკრა. კარგი, შხამიან კენკრას გულისხმობდი. მონსტრებს ადამიანებისგან განსხვავებული გემოვნება აქვს. ლეო, კარგად ხარ? გრიმას შეიკი. მოიცა. მისი ტვინი გრიმას შეიკმა გამორეცხა. ვა, რამდენი დალი აქვს კი, მაგრამ ლეო, ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ. გრიმას შეიკი. საერთოდ არ ესმის ჩვენი წავიყვანოთ და მოვიფიქროთ, როგორ მოვიყვანოთ იგი გონს. გრიმას შეიკი. თქვენი გრიმას შეიკი მზადაა. აიღეთ. კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ? შეიკებისთვის იასამნისფერი ყვავილი? კარგი, ვეცდები რომ ვიპოვო. ლეო, გესმის ჩვენი? გრიმას შეიკი. გაიღვიძე, გრიმასი აქ არ არის. იქნებ ჰიპნოზირება ვცადოთ? კარგი. სამ დათვაზე, 3 დათვის შემდეგ გრიმას აღარ დაემორჩილები. 1 2 3 გრიმას შეიკი. აზრი არ აქვს, საერთოდ არ ესმის ჩვენი. ამელკა აქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს. იმედია გრიმასი ამელკას კოქტეილის და ლეოს არ აიძულებს. ზუსტად, არ მინდა ლეოს მსგავსად გამოერეცხოს ტვინი. გრიმას შეიკი.
ამელკა, ახლა ხან შენზე ვსაუბრობდით. გრიმასმა ხომ არ გაწყენინა? არა, მასთან კომუნიკაციას კი შევძელი. რანაირად? მე ერთი სიტყვას ვერ გავიგე. არც ის რთულია, როგორ ის ჩანს. ხომ არ უთქვამს, როგორ მოვიყვანოთ ლეო გონზე? დიახ, ნამდვილი გრიმას შეიკი უნდა მივცეთ. ჩვენ ხომ მეკეთი არ გვაქვს, შემიძლია მოვამზადო. აქთან მელოდეთ. გრიმას შეიკი, გრიმას შეიკი. აბა, პირველი რა არის? ზე არა? კარგი, ნაყინი. მოვჭრათ. კარგი, კენკრა. მიქსერი. კარგი, სულ ესა. ჭიქაში ჩავაცხად. კრემი. და მოვაყაროთ კენკრა. კენკრის არომატის მილკშეიკი მზადაა. მზადაა. აი, დალიე. რა? სად ვარ? მონსტრის ჰიპნოზის ქვეშ იყავი. ჰიპნოზის ქვეშ? რანაირად? დაგავიწყდა? TikTok-ის გადაღებას სცადე. დიახ, მონსტრმა დაგიჭირა და გრიმას შეიკი დაგალევინა. ხო, ახლა გამახსენდა. ისე მართლა ამელკა, რას აკეთებს გრიმასი ჩვენ სახლში? ის თავისი შეიკისთვის სპეციალურ ინგრედიენტს ეძებს. რაღაც სპეციალურ იასამნისფერ ყვავილს. ეზოში ასეთი მცენარე არ იზრდება. დიახ, და მაღაზიებში თავყიდიან. იასამნისფერი ყვავილი? იდეა მაქვს. აი ნახეთ. მოიცა, ლეო, სად მიდიხარ? თუ იასამნისფერ ყვავილს ვერ ვიპოვით, მაშინ მას შევქმნით. და ეს უკვე იდეაა. ისედაც ყველგან ეს გრიმასის ლორწოებია. და თან ესეც იასამნისფერია. მოდით, შევამოწმოთ. როგორც ჩანს, შენ მაგეგმა არ გაამართლა. გრიმასის ლორწო ძალიან ტოქსიკურია. იდეა მომივიდა. გრიმას შეიკი? სერიოზულად? ცადოთ, იქნებ გამოვიდეს? გაამართლა, ამელკა გენიოსი ხარ. საიდან იცოდი რომ იმუშავებ და? არ ვიცოდი, უბრალოდ ვცადე. ახლა გრიმასი ჩვენი სახლიდან წავა. ჰეი, გრიმას. როგორც ჩანს მას მოეწონა. კი, ახლა ის ჩვენ სახლს თავს დაანევებს და ჩვენს გრიმას შეიკებსაც. ჰეი, გრიმას, შეიძლება ბოლო ფოტო გადავიღო? გასაგებია, აღარ ვიზამ. ნახვამდის ფუმფულა, კიდევ გვესტუმრე, ჯობია რომ არა. კარგი, აღარასდროს დავლევ გრიმას შეიკს. მე კი, მაგრამ მხოლოდ იმას, რასაც ამელკა მოამზადებს. ამელკას სასმელები უსაფრთხოა. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. კომენტარებში დაწერეთ, თუ გსურთ მეტი ვიდეო გრიმასთან ერთად. ნახვამდის ყველას!